მოგესალმებით. უკვე 500 დღე გადის, რაც საპროტესტო აქციები დაიწყო ქვეყანაში 2024 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოს შეაჩერებდა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს, ქვეყანაში დაიწყო ფართო მასშტაბიანი აქციები. მას შემდეგ იმ დღიდან ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან მოქალაქეები იკრიბებიან და ისინი დღესაც არიან აქ. დღეს მათი მთავარი გზავნილი არის ისევ თავისუფლება რეჟიმის და აქ შეკრებილები ფაქტობრივად იგივე მოთხოვნებით, რაც იყო 2024 წლის ნოემბერში დგანან აქ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა პროტესტმა ფორმა, პერიოდულად პროტესტი იყო ძალიან მწვავე და გაცილებით ხალხმრავალი, ვიდრე დღეს არის. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელისუფლება სხვადასხვა გზებით ცდილობდა პროტესტის ჩახშობას, იყო დაკავებები, ძალადობა, იყო ჯარიმები, ყადაღა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ მოაწყო მოქალაქეებმა საპროტესტო მარშები სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურასთან, ასევე ხშირად საპროტესტო აქციები იმართებოდა ბათუმში, მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს შენობასთან. რამდენიმე მონაწილე აქ აქციის რამდენიმე მონაწილე იყო დაკავებული, რამდენიმეს ადმინისტრაციული სახელი დააკისრა სასამართლომ. აი ზებრა გადასასვლელზე გადასვლა გადმოსვლისთვის დასაჯეს აქ აქციის მონაწილეები, მათ 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს, მიუხედავად იმისა, რომ ზებრა გადასასვლელზე რამდენიმე წუთიანი, უпростоრად 10 წუთიც არ გაგრძელდა ალბათ გადასვლა გადმოსვლისთვის ჯარიმას კანონი არ ცნობს, მიუხედავად ამისა მოსამართლემ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა პროტესტმა სახე, იყო საპროტესტო მარშები. ასევე მინდა გითხრათ, რომ თითქმის ყოველ დღე აქ საპროტესტო აქციებზე თავისი დროშით მოდიოდა თემურ ქათამაძე და აქციის მონაწილეები მას ბათუმის აქციების მედროშეს უწოდებდნენ, თუმცა ის საქართველოდან გააძევეს და მას შემდეგ ფაქტობრივად Facebook-ის საშუალებით გულშემატკივრობს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ბათუმის აქციების კიდევ ერთი მედროშე ზურა ჭავჭანიძე არის დაკავებული, მას 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით ედავებიან. თითქოს მონაწილეობდა რაღაც შეთქმულებაში, რაც მიზნად ისახავდა ხელისუფლების ჩამოგდებას, შეიძლება ასე ვთქვათ. ერთადერთი კადრია ზურა ჭავჭანიძის წინააღმდეგ აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს არის ამ კადრში ჩანს, როგორ გადაადგილდება ის თავისი დროშით და როგორც მან მისცა ჩვენება, ის მოუწოდებდა, რომ არ ყოფილიყო, არ დაფიქსირებულიყო ადგილზე ძალადობა, როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე პოლიციას და ითხოვდა, რომ აქცია ჩატარებულიყო მშვიდობიანად. მიუხედავად ამისა, ის დაკავებულია და ამ დროისთვის იმყოფება ციხეში. თითქმის ერთი თვის განმავლობაში ის შიმშილობდა, აპროტესტებდა ამ გადაწყვეტილებას. მიუხედავად ამისა, არანაირი რეაგირება ამას არ მოყოლია. და შემდეგ მან მისი ჯანმრთელობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა. როგორც ხედავთ, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან ისევ აქტივისტები, საზოგადოების წარმომადგენლები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან შეკრებილები და მათი გზავნილი არის იგივე, გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები და ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ აქციის მონაწილეები 2024 წლის ნოემბრიდან
აქ მხოლოდ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არ იყო ეს მოთხოვნა, რომ გამოვიდა ოცნების პრემიერი და განაცხადა, რომ აჩერებდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს, არამედ აქ საუბარი იყო საარჩევნო წესის ფარულობის დარღვევასთან. გახსოვთ ალბათ, რომ ფაქტობრივად ფარულობა დაირღვა, როცა ელექტრონული არჩევნები მაშინ პირველად ჩატარდა საქართველოში 2024 წელს და ფაქტობრივად ფარულობა იყო დარღვეული, რადგან ბიულეტენის უკანა მხრიდან კარგად ჩანდა და შეიძლებოდა იმის გარკვევა თუ ვის მისცა ხმა ამა თუ იმ მოქალაქემ. დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ფარულობა იყო დარღვეული, ამასთან დაკავშირებით ცესკოს განმარტებებიც გვაქვს მოსმენილი, ასევე თუმცა აცხადებდნენ, რომ ამან არ მოახდინა დიდი გავლენა არჩევნების შედეგებზე. მიუხედავად ამისა, გაასაჩივრეს კიდეც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ეს და ითხოვდნენ ბათილობას ამ შედეგების, თუმცა, რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილებები ოცნების ხელისუფლებამ არ მიიღო. როგორც ხედავთ, მთავარი გზავნილი აქ არის მაინც თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და მოქალაქეები ისევ იგივე მოთხოვნით არიან შეკრებილები საკონსტიტუციო სასამართლოსთან. მე ახლა შევეცდები, რომ რამდენიმე მათგანს გავესაუბრო. ქალბატონო ნინო, მინდა გთხოვოთ ბათუმელების ლაივში რომ ჩაგვერთოთ. 500 დღე გავიდა, დღეს გავა რამდენადაც ვიცი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ფორმა ჰქონდა ხომ პროტესტს. რა გზა გავიარეთ, აი მოკლედ რომ შეაჯამოთ. აი ვამბობდით ცოტა ხნის წინ ტექსტში, რომ აი მაგალითად რადგან თქვენი ოჯახის წევრია, მას არ ეძლევა საშუალება ბათუმის აქციების მედროშეს ასეთი გადაწყვეტილებაც იყო მიღებული, რომ უკვე 2 ადამიანია ქვეყნიდან გაძევებული. საქართველოში ვერ შემოვა თემური 5 წლის განმავლობაში, ასე ამათი გადაწყვეტილებით. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თემური იქიდან აგრძელებს ინტერნეტში სივრცის დახმარებით მხარს უჭერს არ გათიშულა თვალს ვადევნებთ. დიახ და რა, თქვენ კითხვას დაუბრუნდები. რა თქმა უნდა, ყოფილა უიმედობის დღეები, ყოფილა რაღაცა ჩემ შემთხვევაში ისეთი სასოწარკვეთილი ყოფილა ზოგჯერ, რომ სიცოცხლე არ მიგებდა გადავლახეთ. ყველაფერი ახლა უფრო სტაბილური ფსიქიკა მაქვს და ხიზლად უყურებ პროცესს. და მინდა გითხრათ, რომ ეს ბუნებრივი პროცესებია ზოგადად, აი თუ ადამიანი დაინტერესდება პოლიტიკის და ისტორიით, ეს ნორმალურია სახელმწიფოს ჩამოყალიბების ნორმალური პროცესია, ბუნებრივი და საქართველოს როგორც სახელმწიფო, როგორც ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული ბოლომდე. ძალიან ცოტა დრო გავიდა ჯერ იმპერიის და შემდეგ საბჭოური ოკუპაციის შემდეგ. და ეს ბუნებრივი პროცესებია და ამ პროცესებში გამოიკვეთება ის გზა, რომელიც უკეთესი მომავლისკენ წაიყვანს ქვეყნის შესაბამისად. მთელმა ამ პერიოდმა არაჩვენა, რომელი გზა უნდა საქართველოს მოსახლეობას. არ არის გამოკვეთილი ჯერ? რა თქმა უნდა, არის გამოკვეთილი, მაგრამ ჩვენი უბედურება იმაშია, რომ ის რაც 90-იან წლებში გადავიტანეთ და არა მხოლოდ ანუ ომებს გულისხმობ და საბჭოთა კავშირის ნგრევა და შემდგომი ომები, ანუ ამ ყველაფერმა ელდენად შეაშინა მოსახლეობა, რომ ძალიან კარგად გამოიყენეს ეს ქართული ოცნების მოხელეებმა და ამაზე ითამაშეს თავიანთი პროპაგანდა და აფუძნეს ამ შიშზე. და ის ადამიანების, რომელიც განათლებული და
საღად მოაზროვნე მეგონა იმ ადამიანებისგანაც კი მესმის ის რომ თავარია მშვიდობა იყოს, მაგრამ უბედურებაც ის არის რომ ეს მშვიდობა კი არა, ეს არის ჭაობი. ეს არის დეგრადაცია და მგრევა. ამას ძალიან ბევრი ვერ ხედავს ჯერ კიდევ და ძალიან სამწუხაროა რომ ახალგაზრდებსაც გონიათ რომ ასე ჯობია და უკრაინა მოყავთ მაგალითად იმისა რომ ასე არ შეიძლება ასე ბრძოლა თავისუფლებისთვის და ღირსებისთვის არ შეიძლება ჩვენ არ გამოგვეჭა. თუმცა ძალიან ბევრი ახალგაზრდა მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და დაშავდნენ კიდეც ისინი სერიოზულად იყვნენ ადმინისტრაციულ პატიმრობაში, მიუხედავად ამისა მაინც აგრძელებენ პროტესტს. ანუ არის ისეთი ჯგუფიც ფაქტობრივად ორად არ იყოფა შეიძლება ითქვას, უფრო ორად გაიყო, დიახ, ზუსტად, აი არ არსებობს შუაში არაფერი, ანუ სტატუს კვოს მომხრეები ან უკეთესის მსურველი და ორივე ბანაკში ყველა ასაკის, ყველა კონფესიის, ყველა კულტურული ფენის წარმომადგენლები არიან. რაც ესეც საინტერესოა ჩემი აზრით და ალბათ სოციოლოგები შემდგომში შეისწავლიან ამ მოვლენას კი არა და ამ სიტუაციას. დიდი მადლობა ბათუმის აქციების მონაწილე საუბრობდა ჩვენს ლაივში. როგორც ხედავთ, საპროტესტო აქცია გრძელდება ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ისევ არიან აქ შეკრებილი აქციის მონაწილეები და მე შევეცდები ისევ გავესაუბრო აქ შეკრებილებს. ლარას ხედავ, ლარა თუ შეიძლება მინდა გთხოვო. 500 დღე გავიდა და ისევ აქ ხარ. ფაქტობრივად 2024 წლის ნოემბრიდან ხარ საპროტესტო აქციებზე. მოდი შეგვიჯამე ეს ყველაფერი და ასევე გვითხრი მართალია თუ არა რომ თითქოს ხანდახან გაიჟღერებს რომ ამან არაფერი შედეგი არ გამოიღო. სინამდვილეში ამ პროტესტმა რა შედეგი გამოიღო ეს რო გითხრათ? ხო, აი, პროტესტი რეალურად საქართველოში 500 დღეზე მეტია მიმდინარეობს. უბრალოდ ეს 500 დღე არის სიმბოლო იმის, რომ აი 2 წელია უკვე პროტესტი ყოველდღიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ქალაქში, არამედ დედაქალაქში, არამედ ბათუმში, ქუთაისში, არ ვიცი, ყველგან სადაც ადამიანებს აქვთ ჯერჯერობით შენარჩუნებული თავისუფალი ნება და სიმტკიცე, რომ გამოვიდნენ და გააპროტესტონ ის უსამართლობა, რაც ხდება საქართველოში. ცოტა უხერხული ნათქვამია ჩემი აზრით, რომ არანაირი შედეგი არ გამოუღია ამ პროტესტს, იმიტომ რომ კი გამოიღო ამ პროტესტმა ყველა ის მნიშვნელოვანი შედეგი, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ის რომ არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარება არ მოხდა ამ 2 წლის განმავლობაში, რაც არ ვიცი თუ ჩვენ ასე ვთქვათ 2 წლის უკან გადავახვევთ სცენარს და იმ დღეს როცა ჩვენ თქვით რომ ამ ხელისუფლებას არ ვაღიარებთ ანუ არჩევნების შემდეგ ეს პირიქით რო ყოფილიყო აღიარების მომენტი რო ყოფილიყო ხელისუფლების ჩვენ უფრო მეტად სიღრმეში უსწრაფში ჩავიძირებოდით ანუ ფიქრობ რომ ამიტომ დასჭირდა ოცნებას ის კანონი რომ აი თუ არ ყველა კანონი რომელიც არის მიღებული ხა არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ და ამ სიტყვას ყოველთვის გავაჟღერებ, იმიტომ რომ მათ შორის ერთ-ერთი კანონი ამას ეხება, რომ ვაღიარებთო და არ ვაღიარებთ ჩვენ თქმა უნდა 500 დღე უკვე არ ვაღიარებთ და ამის მერეც არ შეიცვლება სიტუაცია სანამ იქამდე არ მივა ქართული საზოგადოება პროტესტის ის ნაწილი, რომელიც 500 დღეა უკვე გარეთ დგას და სანამ თავარ შედეგს არ გამოიღებს, რომ ეს რუსული, პრორუსული ოცნება ესე ვთქვათ, ჩაიმარხება ბოლოს და ბოლოს ისტორიას ჩაბარდება. არ ვიცი, უნგრეთში მეტი მაქვს, რომ ჩვენ დასასიკეთოდ მოხდება და განვითარდება პოლიტიკური მოვლენები, იქაც პრორუსი მთავრობა ყავს სამწუხაროდ ხალხს, საზოგადოებას, თუმცა როგორც ვხედავთ, უკვე უნგრეთში ამ მასშტაბურმა აქციებმა პირნათლად გვაჩვენა, რომ რეალურად ქვეყნები, დემოკრატიული ქვეყნები, მინიმალურ
რეალურად ან დემოკრატიულ საზოგადოება არ აღიარებს პროგრესულ მთავრობას. ამიტომ შევაჯამებ ჩემს მშრალობას და მეტყვი რომ უნგრეთში თუ არ აღიარებს საზოგადოება ესე ვთქვათ ორბანის არალეგიტიმურ ხელისუფლებას ჩვენ ქართული საზოგადოება ქართული პროტესტის ეს მხარე რომელიც სამწუხაროდ ცოტა დაიღალა თუმცა მაინც მედგრად და ესენი ძლიერად ვდგავართ სადამდეც საჭირო იქნება არ ვაღიარებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას ანუ ქართულ ოცნებას. მადლობა. ლარა ქარციევაძე საუბრობდა ბათუმელების ლაივში სტუდენტი ის 2024 წლის ნოემბრიდან საპროტესტო აქციებზეა და ის ათევდა ასევე ღამეს კარავში, რომელიც საპროტესტო აქციების მონაწილეებს გაშვილი ჰქონდათ აჭარის მთავრობის სახლის წინ, აი აქ არის აჭარის მთავრობის სახლი, საკონსტიტუციო სასამართლო არის მეორე მხარეს და პროტესტის ადგილი ბათუმში არის სწორედ ეს ადგილი საკონსტიტუციო სასამართლოსთან ყოველ საღამოს იკრიბებიან ბათუმის აქციების მონაწილეები. ხა შევეცდები რომ აქციების კიდევ ერთ მონაწილეს გავესაუბრო გოჩა შენთან ერთად უნდა შევაჯამოთ დღევანდელი ლაივი თუ აგართვებთ რამდენიმე წუთს დიდი დრო გავიდა სინამდვილეში ხომ 500 დღე გავა დღეს საპროტესტო აქციების დაწყებიდან საპროტესტო მუხტი უფრო დიდი ხანი არსებობს ლარამ გითხრა ცოტა ხნის წინ ჩვენს ლაივში თუმცა 500 დღეა რაც ჯიუტად დგას მოსახლეობა აქციებზე და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა ფორმა იყო მარშები და ასე შემდეგ მინდა შენთან ერთად შევაჯამოთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რას აკეთებდა ხელისუფლება ის კანონები და ასე შემდეგ მოკლედ რომ შევაჯამოთ პროტესტის ჯასახჭობად შეიძლება ასე ითქვას ეს არის 500 დღე უწყვეტი პროტესტის მას შემდეგ რაც ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა ოფიციალურად ევროკავშირში გაწევრიანებაზე 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ყოველდღურად ვიკრიბებით მოქალაქეები ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, თბილისში, ახალციხეში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ხოროთში ასევე და გვაგრძელებს ჩვენს უწყვეტ პროტესტს. ეს პროტესტი რომ მიუღებელია ქართული ოცნებისთვის, ამას მათ მიერ გადადგმული საპასუხო ნაბიჯები აჩვენებს, რეალურად მიიღეს ისეთი კანონები, законული კანონები, რომელმაც ყველანაირად შეძლო პროტესტის გამოთქმის საშუალება, პროტესტის საფუძვლები რეალურად გამოხატვის თავისუფლება საქართველოში მოსპო. ეს იქნება ადმინისტრაციული ჯარიმების და სახტელების დაზგით, ადმინისტრაციული პატრონობა, მათ შორის 15 დღემდე ადმინისტრაციული პატრონობა შემოიღო ტროტუარზე გომისთვის და პროტესტის დაფიქსირებისთვის და მთელი რიგი პროვოკაციული რიგი რეპრესიული აპარატი მუშაობს პროტესტის წინააღმდეგ. და რა ვიცი ჩვენს მოქალაქეები ვცდილობთ კონკრეტულად არსებული რესურსების ძალებით მაქსიმალურად წინააღმდეგობა გავუწიოთ და სანამ ის ორი მოთხოვნა რა თქონდა თავდაპირველად არ შესრულდება, ეს ორი მოთხოვნა არის პატიმრების უკანონო პატიმრების თავისუფლება და ახალი სამართლიანი თავისუფალი არჩევნების არ შესრულდება, ჩვენ შევდარქვათ და პროტესტს არ ვწყვეტ და შევწყვეტ. შეიძლება თავდაპირველად თავიდან ძალიან ბევრი ვიყავით, ბევრი ადამიანი იყო ჩართული, ზოგი ფული გაუცურდა, ანუ მოკლევადიანი მარათონი ეგონა და გამარჯვება მოკლევადაში ფიქრობდა როგორცან, მაგრამ საბოლოო ჯამში დაიტესტა ყველაფერი, რა ვიცი, შემორჩა ხალხი, ვისაც გულწრფელად ჯერა და გულწრფელად წამსო, ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპაში, საქართველოს მომავალი ევროპის გარეშე უსეთ და ევროპული ცივილიზაციის გარეშე ფიზიკურად არ იქნება, გავკარგავ სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და ამიტომ გავართ ხალხი, სამაში ვარ ბოლომდე დარწმუნებული და მნიშვნელოვანია, რომ ამ წმენასთან ერთად გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს ჩვენი მოთხოვნები და მიზნები აუცილებლად შესრულდება და ის პროტესტის მონაწილეები, ვინც თავიდანვე იყვნენ ჩვენ გვერდით და ეთქვა პროტესტებს, მათაც შემოგვიერთებიან გარკვეული მომენტი, მოცემულობა შეიქმნება ისეთი, რომ ისევ ხელახლა გავერთიანებით და იმ დასახული მიზნებისკენ აუცილებლად ვიკვლევთ. ამაში ვარ ღმართ დარწმუნებული და ერთ ცოტა ფუჭას ნამდვილად არ ჩაივლის დარწმუნებული ვარ ასევე ამაში.
მადლობა, გოჩა მჟავანაძე საუბრობდა ჩვენთან ბათუმელების ლაივში, ის ბათუმის აქციების მონაწილეა და აქტიურად არის ჩართული პროტესტში, ის არის ასევე გამჭვირვალობა საქართველოს ბათუმის ოფისის წარმომადგენელი და მუშაობს მონიტორინგზე, სამთავრობო პროექტების და პროგრამების მონიტორინგზე. ასეთია მე-500 დღე ბათუმის საპროტესტო აქციაზე. მე ამით დაგემშვიდობებით და შეგახსენებთ ასევე, რომ ზია ამაღლობელი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი ისევ ციხეშია, მას მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიუსაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს გადაწყვეტილება მიიღეს სილის გაწვნის გამო და ასევე შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია კახა კალაძის ბანერის დაზიანების გამო, ბანერზე წარწერის გაკეთების გამო 1 წელზე მეტი ხნით არის დაკავებული. დიდი მადლობა, რომ გვიყურეთ, როგორ ვითარდება ქვეყანაში მოვლენები, ინფორმაციას გაეცანით ბათუმელები ჯიზე და ნეტგაზეთი ჯიზე.